ზომიერ კატასტროფა ხდება, აი თინეიჯერებში, აი ეს ვითომწვრთნელებში და ესე ყველას რომ უნიშნავს, მოდი წამოდი ტესტოსტერონი გავიკეთოთ რა. აქვე უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში როგორი ეს არის რა და ძალიან საშიში თუ ადამიანი ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ თუ ტესტოსტერონი რა არის, ხო? მამაკაცის ჰორმონი, რომელიც მოძრავებელი ძალაა და მის გარეშე მამაკაცი ვერ იქნება მამაკაცი და ქალის შემთხვევაშიც აუცილებელი მის ნორმაში ყოფნა, ხო? კი. აქედან გამომდინარე ის თინეიჯერი ბავშვები, რომლებსაც პიკში აქვთ ტესტოსტერონი საკუთარი და იქ ასაკობრივად, ხო? და ღებულობენ აი ამ ხელოვნურად, აი არ საჭიროებს, იმიტომ რომ ეხა სანამ მათი სხეული ახალგაზრდაა, ებრძვის ამ პრობლემებს, ხოლო როდესაც მოვა დრო და ასაკი მოუკაკუნეებს, იქ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას. შეიძლება ვიზუალური მხარე სხვა იყოს, მაგრამ იქ ვიზუალური სერიოზული. ხო, ერექციული დისფუნქციას თავიდან სერიოზულ დეპრესიაში მიდიან. კი. და ძალიან დიდი პრობლემას ქმნის. ჯერ ის რომ დოზირებას იწყებენ, იმის თანას რომ აი ამ ჭიქაში ხა ლიტრა ნახევარ ჩავასხავთ. ხო ვერ ჩავასხავთ. შესაბამისად შენი კუნთური მასა რაც არის, მის შესაბამისობაში უნდა იყოს. ხო? ან მინიმალურ დოზმაც შესაძლებელი ისეთი მაგარი ეფექტი მოგცეს. კი ბატონო. რომ აი არ ვიცი, 10ჯერ და 20ჯერ გადიდე და სხვა ფორმა მიიღო. და არ არის საჭირო ის უკვე ტოქსიკურია. ჯერ ისედაც რომ ხელოვნური მიღებული ფარმაკოლოგია უკვე ორგანიზმის ცუდია, ეს ერთი. სინთეტიკური ჰორმონია ეს არის. სინთეტიკურად დამუშავებული. მით უმეტეს ეს თუ არასწორი დოზირებით არის, ეს უკვე იმდენად მავნია ორგანიზმის, რომ